ეთერშია ახალი ექვსე თბილისის მერიამ კოალიცია ქართულ ოცნებას შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის შესაბამისად 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის გამართვის თანხმობა მისცა. ამასთან დედაქალაქის ხელისუფლება მიზანშეუწონლად მიიჩნევს 23 სექტემბერს ცენტრალურ მოედანზე ბერა ივანიშვილის კონცერტის გამართვას. უარის თქმის მიზეზად კი მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ასახელებს და განმარტავს, რომ შეპესე ქართულ ოცნებას კონცერტის ჩასატარებლად სხვა ნებისმიერი ადგილის გამოყენება შეუძლია, სადაც მასობრივი მსმენელთა თავშეყრა ტრანსპორტის მოძრაობას არ შეზღუდავს. ჩვენი მხრიდან დასაკვირველი გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა ამ შემთხვევაში კატეგორიულობას ადგილი არ აქვს. აქ საუბარია ჩვენი მხრიდან ალტერნატივაზე, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რომ თბილისში ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი ამ კონცერტის ჩატარება, ოღონდ არ შეიზღუდოს სატრანსპორტო მოძრაობა. თუ თქვენ გაიხსენებთ და ერთად გავიხსენოთ, არც ერთი კონცერტი არ ჩატარებულა თავისუფლების მოედანზე, თუ არ არის სახალხო რაღაცა ზეიმი, ხო? ანუ არც ერთი სოლო კონცერტი არ ჩატარებულა მას. სწორედ იმის გამო, რომ არ შეიქმნა გადაადგილების შეფერხება და მით უმეტეს დღეს, როდესაც იცით, რომ 6 ადგილას, საკვანძო ადგილას მიმდინარეობს დღესდღეობით სარეაბილიტაციო სამუშაოები.